ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ შევუერთდა შარმაკი ალი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც ლონდონიდან გვიერთდება. შარმაკი, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები ოფიციალურად აღიარებს სომალილენდს, რამდენად დიდი დიპლომატიური გარღვევა იქნება ეს? ეს არა მხოლოდ სომალილენდისთვის, არამედ მთელი აფრიკის რქისთვის იქნება მნიშვნელოვანი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ფიქრობ ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვით დაიწყეთ. და ფიქრობ თქვენს კითხვაზე პასუხად ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის იქნება, განსაკუთრებით სომალილენდელებისთვის. და ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ის, რომ სომალილენდსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში იზრდება, ღრმავდება და ძლიერდება. და სინამდვილეში ოფიციალური აღიარებით სომალილენდს შეიძლება მიიღოს ცდომა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად ფინანსურ სექტორზე ცდომა, რასაც ის ამჟამად ასე ძალიან იმსახურებს. და ეს სჭირდება იმისთვის, რომ გააგრძელოს თავისი სახელმწიფოს განვითარების გზა. როგორ უნდა გავიგოთ სომალილენდის პირველი ელჩის მიერ ისრაელში სომალილენდის დამოუკიდებლობის დღეს რწმუნებათა სიგელების წარდგენის დრო? გახდება ეს შემთხვევა უფრო ფართო აღიარების ტესტად. ფიქრობ ეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სიმბოლური ჟესტია. და ვფიქრობ ეს ბევრ სომალილენდელს არ გამორჩენია, რომ რეალურად აღიარონ ეს ფაქტი, იცით? ელჩმა მოჰამედ ჰაჯიმ დღეს 18 მაისს წარადგინა თავისი რწმუნებათა სიგელები. თუ სწორად ვამბობ, დღეს სომალილენდის დამოუკიდებლობის დღე არ არის, არამედ ეს ის დღეა, როცა სომალილენდმა 35 წლის წინ აღიდგინა თავისი სუვერენიტეტი. სომალილენდის დამოუკიდებლობის დღე 26 ივნისს არის. ასე რომ, მომავალ თვესაც კიდევ მეტი გვაქვს საზეიმოდ. კარგი განმარტება, მადლობა შარმაკი. როდესაც საქმე ეხება თურქეთს, კატარს, ჩინეთს, ირანს, რომლებიც ყველანი ცდილობენ გავლენის გაფართოებას წითელი ზღვისა და აფრიკის რქის გარშემო, სომალილენდის აღიარება ასევე არის გზა ისრაელისა და შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ რეგიონში არსებულ მეტოქე ძალებს. ფიქრობ თუ ესე დააყენებს საკითხს, დიახ, ეს სწორია. ნამდვილად არის შესაძლებლობა, როგორც უკვე ვნახეთ, პირველმა ნაბიჯმა ისრაელისთვის უპირატესობა მოიტანა. და ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ქუჩებში კავშირების ზრდას, იცით, ადამიანებს შორის ურთიერთობებს. ფიქრობ სომალილენდი, როგორც არაერთხელ მოვისმენია, ძალიან სტრატეგიულ საზღვაო გზაზე მდებარეობს. და სინამდვილეში ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სომალილენდელები და თვითონ სახელმწიფო რეალურად ბევრად მეტის გაკეთებას და მსოფლიოსთვის ბევრად მეტის მიტანას შეძლებენ, ვიდრე ეხლა როგორც არაღიარებული სახელმწიფო. მაგრამ როგორც აღიარებული სახელმწიფო, ვფიქრობ სომალილენდი შეძლებს მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეებს და ითანამშრომლოს მათთან. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზები დაცული იყოს მეკობრეობისგან და ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სურს დააზიანოს სომალილენდის რესპუბლიკისა და მისი მოკავშირეების ინტერესები. გაქვს რაიმე შეტყობინება, შარმაკი, სომალილენდის მოსახლეობისთვის ამ დღესასწაულზე? დიახ, იზეიმეთ, ისიამოვნეთ. მაგრამ ასევე გახსოვდეთ ასობით ათასი ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს გენოციდის დროს, რომელიც სომალის სახელმწიფომ ჩაიდინა რესპუბლიკის ოკუპაციისას. მაგრამ აუცილებლად ისიამოვნეთ, ბევრი ჭამეთ და გაერთეთ. შარმაკი ალი, მადლობა რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად იყავით. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ყოფნა. დიდი მადლობა რომ მიმერეთ. კვალ სტუდიაში მარკ სომალილენდის პირველი ელჩი ახლა აქ ისრაელში წარადგენს თავის რწმუნებათა სიგელებს. ისრაელის პერსპექტივიდან ეს სიმბოლური დიპლომატიური ნაბიჯია თუ რეალურად უფრო ღრმა სტრატეგიული ინტერესის ნაწილი და სტრატეგიის ცვლილებაა აფრიკის რქის რეგიონთან მიმართებაში. აშკარად, აფრიკის რქა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია და ისრაელისთვის მნიშვნელოვანია იქ კარგი ურთიერთობები კონდეს სომალილენდთან, რაც თამაშის წესებს ცვლის. ამასთან ერთად ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია ვიდრე მხოლოდ სომალილენდი. ჩვენ ვსაუბრობ კიდევ ერთ აფრიკულ სახელმწიფოზე, კიდევ ერთ მუსლიმურ უმრავლესობის ქვეყანაზე, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს ისრაელთან. და საბოლოოდ, თუ დიდ სურათს შეხედავთ, ეს ძალიან ოპტიმისტური სურათია, რადგან დღეს ისრაელს უფრო და უფრო მეტი არაბული ქვეყანა, უფრო და უფრო მეტი მუსლიმური ქვეყანა და უფრო და უფრო მეტი აფრიკული ქვეყანა ამყარებს ურთიერთობებს. სადაც ადრე კარი დახურული იყო, ეხლა კარი ღია. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ომის დროს ისრაელის ოფიციალური პირები, მაღალი რანგის ისრაელი ოფიციალური პირები სტუმრობდნენ სპარსეთის ყურის სხვადასხვა საინტერესო ქვეყანას. და ეს მხოლოდ ისაა, რაც ჭორების გზით გავიგეთ. ვინ იცის კიდევ რა არ ვიცით. და დარწმუნებული ვარ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება,
თქვენ ნახავთ, რომ კიდევ უფრო მეტი არაბული და მუსლიმური ქვეყანა გაუხსნის კარს ისრაელს, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ისრაელი არა მხოლოდ რეგიონული ძალაა, არამედ ისრაელი კეთილის ყოფილი ძალაა. და კიდევ ერთი რამ, მანამდე პაკისტანზე გავიგეთ, ხო ასეა? მაგრამ პაკისტანი მუსლიმური უმრავლესობის ქვეყანაა. ის ძალიან ამაყობს, რომ მუსლიმური ქვეყანაა. მაგრამ თუ პაკისტანს ოდესმე სურს, რომ მას სერიოზულად აღიქვამდნენ, როგორც მშვიდობის პარტნიორს ამ რეგიონში, მათ უნდა დაიწყონ საუბარი ისრაელთან, რადგან ვერ იტყვი, რომ ჯერა მშვიდობისა და სტაბილურობის და ამავდროულად მტრული ურთიერთობა გქონდეს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანასთან.